ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი ქართულ ოცნებას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყდეს ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სამართლებრივი ქმედებები. ამის შესახებ ასამბლეის მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი. განცხადება დღეს 10-12 ნოემბერს საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ გავრცელდა. მომხსენებლებმა გამოხატეს აღრმა შეშფოთება ბოლოდროინდელ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომლებიც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაიწყეს და რომლებსაც ამის გამო შესაძლოა ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრებოდეთ. ეს ბრალდებები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებულია და უნდა განიხილებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში ბოლოდროინდელ სარჩელებთან ერთად, რომლებითაც მოთხოვნილია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა. ასეთ ქმედებებს ადგილი არ აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში. ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს ეს ქმედებები, რომლებსაც ფაქტობრივად შეუძლია დიქტატურის დამყარება საქართველოში. ედიტ ესტრელა და საბინა ჩუდიჩი საუბრობენ კანონებზე, რომლებიც ქართულმა ოცნებამ ბოლო პერიოდში მიიღო და წერენ, რომ ისინი ვენეციის კომისიის მიერ შეფასებულია როგორც ევროპული ღირებულებებისთვის შეუთავსებელი. მათი განცხადებით, როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ეს კანონები უნდა გაუქმდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ იმას, რაც ასამბლეამ უკვე განაცხადა საქართველოსთან დაკავშირებულ ბოლო რეზოლუციაში. უცხოური გავლენის გამჭველობის შესახებ კანონი, საქართველოს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონი, გრანტების შესახებ კანონი და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ მოქმედი კანონი შეუთავსებელია ევროპულ სტანდარტებთან და ნორმებთან და როგორც ვენეციის კომისიამ დაასკვნა, ისინი უნდა გაუქმდეს. პასეს მონიტორები საქართველოში ვიზიტის დროს შეხვდნენ ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს და ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, ასევე ყველა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, მათ შორის საპატიმრო დაწესებულებაში მყოფებს. პრეს-რელიზის თანახმად მათ მოიწონეს ის ფაქტი, რომ მიეცათ დაპატიმრებულ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შესაძლებლობა, თუმცა გამოთქვეს ღრმა წუხილი იმის გამო, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს, ისევე როგორც უარი მიიღეს დაპატიმრებულ ჟურნალისტთან მზია ამაღლობელთან შეხვედრაზე.